ძალიან დიდი რუდუნებით შევადგინეთ პროგრამა. თვითშემეცნების გაძლიერება, პრაქტიკული კომპეტენციების განვითარება და პროფესიული კავშირების ჩამოყალიბება. ეს მხოლოდ ნაწილია იმ მიზნებისა, რომლებსაც საპატრიარქოს ახალგაზრდული სახლისა და ახალგაზრდობის სააგენტოს პირველი ერთობლივი პროექტი აერთიანებს. ახალგაზრდულმა სახლმა ახალი პროექტი ფართო აუდიტორიას პირველად წარუდგინა. ღონისძიებაზე ორგანიზატორებმა პროექტის მიზნებზე, ძირითად მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულმა ორგანიზაციამ ახალგაზრდულმა სახლმა პროექტის პიროვნული განვითარება და კარიერული გზამკვლევი გახსნითი ღონისძიება გამართა. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობას და მათთვის საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო შესაძლებლობების შეთავაზებას. ახალგაზრდული სახლი წელს პირველად დაფინანსდა სააგენტოს საგრანტო კონკურსის ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება ფარგლებში და საკმაოდ წარმატებით ახორციელებს დაგეგმილ აქტივობებს. მთელი ამ დროის მანძილზე ჩვენ გვექნება სესიები, პიროვნული განვითარების სესიები, რომლის მთავარი მიზანი არის სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვანი, ესეთი რბილი უნარების შეძენა, განვითარება და ეს ტრენინგები ჩატარდება შემდეგ თემებზე, როგორც არის დროის მართვა, ფინანსური წიგნიერება, ეს იქნება CV-ს დაწერა, LinkedIn პროფაილის შექმნა, აუცილებლად ვისაუბრებთ დასაქმებაზე ორიენტირებულ, რა თქმა უნდა, უნარებზე და პროფესიის არჩევის შესაძლებლობა ექნება ახალგაზრდებს, გავაკეთებთ სხვადასხვა პროფესიულ რუკას და გვექნება ესეთი პრაქტიკული სავარჯიშოებიც, სადაც თვითონ ახალგაზრდები ისაუბრებენ იმაზე, თუ რამდენად ღირს დღეს ამა თუ იმ პროფესიაში წასვლა, რა არის, რა უნარები და რა ინტერესები არის ამისთვის საჭირო და შესაბამისად ეს პერიოდი გვექნება როგორც თეორიული ნაწილი, ასევე აუცილებლად პრაქტიკული. პიროვნული განვითარება და კარიერული გზამკვლევი. ასე ჰქვია 6 თვიან პროექტს, რომელსაც საპატრიარქოს ახალგაზრდული სახლი და ახალგაზრდობის სააგენტო ერთობლივად ახორციელებს. პროგრამა 2 ასაკობრივ კატეგორიას აერთიანებს და მასში მონაწილეობენ როგორც ახალგაზრდული სახლის ბენეფიციარები, ისე სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების მოსწავლეები, სტუდენტები და ახალგაზრდები. ეს არის უნიკალური პროექტი და მისი უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ეს არის ინტეგრირებული, ასე ვთქვათ, ინიციატივა, სადაც სხვადასხვა სოციალური ფენის, სხვადასხვა ინტერესების ახალგაზრდები გაერთიანდებიან და ერთად დაგეგმავენ და გამოკვეთავენ თავიანთ მიზნებს და ამ მიზნისკენ მისასვლელ გზებს. საოცარი, ასე ვთქვათ, ტრენერები იქნებიან მათ გვერდით. ძალიან დიდი ინტერესი იყო ამ პროექტთან დაკავშირებით. დაახლოებით 150-მდე მონაწილემ გაიარა რეგისტრაცია, მაგრამ მხოლოდ 50 შეირჩა, რაც იყო პატრიარქის სურვილი, ჩვენი უსაყვარლესის ილია მეორეს სურვილი. დღეს ფაქტიურად ამ სურვილმა, ასე ვთქვათ, ფრთები შეისხა და ხორცი შეისხა და დაანონსდა და გაიხსნა ეს ინტეგრირებული პროგრამა. და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო ორგანიზაციის სახელით და ორგანიზაციის ხელმძღვანელის სახელით ჩვენს პატრიარქს უწმიდეს და უნეტარეს შიო მესამეს, რომლის მხარდაჭერით, ასე ვთქვათ, და რომლის კეთილგანწყობითაც, რომელმაც გამოგვიხატა, ასე ვთქვათ, ნდობა, გამოგვიცხადა მისი, ასე ვთქვათ, ლოცვა კურთხევით გრძელდება ახალგაზრდული სახლის საქმიანობა. ღონისძიების მეორე ნაწილში ახალგაზრდული სახლის ბენეფიციარებმა პროექტის დანარჩენ მონაწილეებს უმასპინძლეს. ახალგაზრდებმა ერთად დაათვალიერეს კამპუსები და ჩაერთნენ სხვადასხვა პრაქტიკულ მასტერკლასში, მათ შორის ხატვის, კერამიკისა და კულინარიის მიმართულებებით. ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ პროექტში გარკვეული პატარა წვლილი მიმიწვის ამ ბავშვებთან.
ურთიერთობით საკმაოდ საინტერესო პროექტია და ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და განმავითარებელი იქნება მათთვის. ეს პროექტი პირადად მე მჭირდება იმისთვის, რომ ვარ ორ პროფესიას შორის გაჭედილი და შესაბამისად მჭირდება რაღაც შუალედი ვიპოვო და ასევე ხალხთან სოციალიზაცია ალბათ იქნება ყველაზე კარგი, ვინაიდან ადამიანები სოციალური არსებები ვარ და განტოლებების გაცნობა ალბათ ყველაზე კარგი გამოცდილება იქნება, ვინაიდან გავიგებ მათ ინტერესებსა და მათ პიროვნულ აზრებს. ჩვენ ბავშვებს ვასწავლით ხალხურ საკრავებს და ქართულ სიმღერას. თავიდან თითქოს არ იყო იმდენად საინტერესო ბავშვებისთვის, სანამ საკრავებზე გადავიდეთ უშუალოდ და შემდეგ უფრო დააინტერესათ და დღეს ისე არის, რომ ჩვენი გაკვეთილი შედარებით დიდხნიანი გამოდის, უფრო იწელება, იმდენად მოწონთ და უყვართ ჩვენთან ყოფნა და ეს მიხარია ძალიან. შევეცდებით, რომ ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა უფრო მრავალფეროვანი და მრავალმხრივი გავხადოთ და ჩავერთვებით ახალ პროექტში აუცილებლად. ახალგაზრდული სახლის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა და 16-დან 24 წლამდე მოზარდებს აერთიანებს, რომლებმაც სახელმწიფო ზრუნვის სახლები დატოვეს. აღნიშნული ცენტრის მიზანია ახალგაზრდებს გაუადვილდეთ საზოგადოებასთან ინტეგრაცია, პროფესიის არჩევა, დასაქმება და დამოუკიდებელი ცხოვრების პირველი ნაბიჯების გადადგმა. პიროვნული განვითარებისა და კარიერული გზამკვლევის პროექტი აგრძელებს პატრიარქის ხედვას, განსხვავებული გამოცდილების მქონე ახალგაზრდებს ჰქონდეთ საერთო სივრცე, სადაც შეძლებენ განვითარებას, ერთმანეთის გაცნობას, გამოცდილებების გაზიარებასა და ერთმანეთის მხარდაჭერას.